ქალბატონი თინესკა პირველ რიგში ვისწავლეთ შრომის მოყვარეობა, საქმის სიყვარული, ენთუზიაზმი და ალბათ ის რომ არასდროს არ უნდა დავნებდეთ და ყველა საქმე რომელსაც ხელს მოვკიდებთ ბოლომდე მივიყვანოთ. ასეც არ ვიქცევით თამთა. დიახ, არ უნებდებით. ქალბატონი თინესკან ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლეთ, თუმცა გამოვარჩევდი ერთ-ერთს, რომელიც არის მისი მტკიცე ხასიათი, ის არ უშინდება არანაირ გამოწვევას და არის ჯიუტად დაუმარცხებელი, რაც ფიქრობ, რომ ძალიან კარგი თვისებაა. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ქალბატონი თინესკან ვისწავლე, არის ის, როგორ შეიძლება ემსახურო შენი საქმე ჩვენს ქვეყანას. Იმიტომ რომ როგორი რთული მომენტიც არ უნდა იყოს ხოლმე ქვეყანაში, ყოველთვის გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე და ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ. ქალბატონ თინას დიდი ხანია ვიცნობ, დიდი ხანია ერთად მუშაობთ, ბევრი კარგი საქმე გვაქვს გაკეთებული, საინტერესო პროექტი. ძალიან ბევრი რამე მაქვს ესეთი რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყო და ვარ ქალბატონი თინასი. ქალბატონი თინასგან ხო ყველამ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ, მაგრამ მე ალბათ ყველაზე მთავარი რასაც გამოვარჩევდი, ეს არის რომ გვახსოვდეს მუდამ რა საქმიანობასაც არ უნდა ვეწევდეთ ცხოვრებაში, უნდა გვახსოვდეს რომ ამოვიდეთ ყოველთვის მშობლიური ენის ინტერესებიდან და დავიცვათ მშობლიური ენა. ყველაზე მთავარი რაც მახსენდება და რაც გამომიცდია კიდევაც არის ის რომ საქმეს რასაც აკეთებ, ეს უნდა აკეთო მთელი ენთუზიაზმით, ენერგიით და მთელი გულით. მხოლოდ ამის შემდეგ ხედავ შედეგს და ალბათ ეს შედეგი ყველაზე სასიამოვნო და საამაყოა ხოლმე. ქალბატონმა თინამ ასწავლა, როგორ შეიძლება გიყვარდეს შენი პროფესია წლების განმავლობაში და იგი არასდროს არ მოგფესრდეს. მან ამის კარგი მაგალითი მაჩვენა, რომ ყოველ ჯერზე ახალი კითხვა უნდა დასვა შენს პროფესიაში და ახლიდან დაინახო მისი მნიშვნელობა და ახლიდან გაეყო მის მიმართ სიყვარული. დოქტორანტურის მისაღებ გამოცდაზე წარვდექი პრეზენტაციით ძალიან კმაყოფილი დარჩა ქალბატონი თინა და აი ამ დროს დაიმსახურა ესეთი კარგი შექება. მახსოვს პირველად მოგთხოვა რომ მომიყევითო ოქსფორდის ლექსიკონზე ინგლისურად და ძალიან მღელავდი და რომ მოვყევი მითხრა კარგი გოგოხარო და კარგი ინგლისური გაქვსო და მაგის მერე იქ გამოვყევი მაგისტრატურაშიც და დოქტორანტურაშიც. ქალბატონი თინა შენიშნებს არ გვაძლევს, გვაძლევს უფრო რჩევად არიგებებს. მე მახსენდება თეზისის წერის დროს სულ მეუბნება რომ ბევრი მაგალითი მოიყვანე, რომ უფრო კარგად დაგვანახო საკითხი. მე ყველგან მიწითებს ხოლმე დიდ წინადადებებს. ჩემი სუსტი წერტილია აქილევსის ქუსლია და ყველა ნაწერში დიდი წინადადებაა გავხვიჩო. ალბათ ოდესმე მართლა გავხვიჩო ამ წინადადებას. ქალბატონი თინასგან გამხნევება და შექება არასოდეს არ გვაკლდა მის სტუდენტებს და არც დღეს არ გვაკლია. ესვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ძალიან დიდი мотиваცია არის, როდესაც გვეუბნება, რომ თქვენი აზრი მითხარით, თქვენი აზრი მაინტერესებს და ეს ხდება ხოლმე ძალიან ხშირად. თვითშეფასება, мотиваცია, საკუთარი თავის მნიშვნელობა, ყველაფერს ერთიანად გვიმაღლებს, რომ აი თინა მარგალიტაძეს შენი აზრი აინტერესებს რაღაც საკითხთან დაკავშირებით. მახსოვს პირველი ლექცია, როდესაც რამდენიმე გოგონამ მისი კაბინეტის კარი შევაღეთ და გავხდით მოკლედ ლექსიკოგრაფიის მიმართულების სტუდენტები. მგონია რომ ეს იყო ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ჩემ ცხოვრებაში პროფესიული თვალსაზრისით რაც მიმიღია. მარჯორი ვორდროპის დღესთან დაკავშირებით გქონდა კონფერენცია. ჩემთვის პირველი მოხსენება იყო კონფერენციაზე, ეს საჯარო დიდი აუდიტორიის წინაშე და მეორე დღეს მითხრა რა ყოჩახი ყოფილ ხარ, კარგად გამოხვედი. ქალბატონი თინა ძალიან ყურადღებინია თავისი სტუდენტების მიმართ, არა მხოლოდ ლექციების დროს, არამედ ლექციების გარეთაც. სწორედ ამიტომ, როდესაც მან შეიტყო, რომ სხვადასხვა პროექტებში ვარ ჩართული, მან შემაქომ და მითხრა, რომ ყველაფერი მეცადა, რასაც კი ვნახავდი, რომ ასე პიროვნულად გავსრდილებავი. ქალბატონ თინას ვიცნობ უკვე დაახლოებით 15 წელია. როდესაც ქალბატონი თინა გავიცანი, ძალიან რთული პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში და სწორედ მისი დამსახურება არის მისი გვერდით დგომით, მისი ხელმძღვანელობით ჩემი პროფესიული და კარიერული წინსვლა. ხშირად ხალისობთ ხოლმე სიტყვა unboxing-ზე, რომელსაც განყუთვით მოიხსენიებთ და ძალიან ეს რომ აღმოვაჩინეთ TikTok-ის ტრენდებში, ამაზე ძალიან ვიხალისეთ განყუთვა. სახალისო სიტყვა, რომელიც ჩვენ მეგონი შიდა სამზარეულოს ლექსიკოგრაფების ძალიან გვიყვარს. რომელიც შემოგთავაზეს shop industry-ის შექმნილი ქართული ტერმინის კონკურსის ფარგლებში, ეს არის ფულნავარდი და ლექსიკოგრაფებს ფულნავარდობა ძალიან გვიყვარს. ასე კონკრეტულად ახლა რაც მახსენდება,
შესაძლოა იყოს თიზერი. მე ვიტყოდი რომ ალბათ ვერც ერთ ბარბარისს ვერ იტანს ქალბატონი თინა. ქალბატონი თინა ყველაზე მეტად ვერ იტანს სიტყვა coworkings, რადგან როგორც თვითონ ამბობს, ქართულში ამის შესატყვისი უკვე არსებობს, რაც არის თანამშრომლობა. ყველაზე ხშირად ახსენებს arrogantals და arrogantals speech. ქალბატონო თინა, ძალიან მიყვარხართ, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ თქვენი ცხოვრება იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ და როგორცაც თქვენ ხედავთ. თქვენ უკვე ძალიან ბევრი რაღაც გააკეთეთ და დარწმუნებული ვარ, სამომავლოდ უფრო მეტს გააკეთებთ და ჩვენც თქვენი სტუდენტები თქვენს გვერდით ვართ, ძალიან გვიყვარხართ. მე მინდა ქალბატონ თინას ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება, ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება. ბედნიერია ის ქვეყანა, რომელსაც ყავს თინა მარგალიტაძე და ჩვენ ვართ ძალიან ბედნიერები, იმიტომ რომ გვაქვს თქვენთან ურთიერთობის შესაძლებლობა. გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და გისურვებთ ერთიან ევროპულ ქვეყანაში ცხოვრებას. ქალბატონ თინას პირველ რიგში ვუსურვებდი ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, რომ გააგრძელოს მუშაობა იმ ენერგიითა და შემართებით, როგორც მუშაობს დღეს. ქალბატონ თინას უსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და იმ შემართებით, იმ ენერგიით გაგეგრძელებინათ მუშაობა, რომელიც ეხლა გაქვთ და ის დიდი სიყვარული, რომელიც თქვენს გარშემო არის და რომელსაც მეც ვგრძნობ, თქვენც გრძნობთ, დარწმუნებული ვარ, არასოდეს არ მოგხსნოდეთ. ქალბატონ თინას ვუსურვებ, რომ დიდხანს კონდეს შემართება და ენერგია აკეთოს ის საქმე, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ასევე ჩვენს დიდ სიამოვნებას გვანიჭებს ეს, რაც მთავარია ეს საქმე ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ენას და თითოეულ ჩვენგანს. ქალბატონ თინას ვუსურვებ უამრავ წარმატებას, ბედნიერებას და ულევ ენერგიას, რომ კიდევ მრავალი წლების განმავლობაში ლექსიკოგრაფიის სადარაჯოზე იდგეს და ასრულებდეს თავის როლს ამ მიმართულების განვითარებაში. მე მინდა ქალბატონ თინას ვუსურვო მრავალი წელი ჯანმრთელი, ბედნიერი და შემოქმედებითად აქტიური ცხოვრება, სიხარული, ბედნიერება. ისოცხლეთ ქალბატონ თინა, ანგლოსაქსონურად დავამთავრებ, ეს თუ ჰავ. გისურვებთ ყველაფრის საუკეთესოს, წარმატებას და თქვენი მიზნების ახდენას. ჯანმრთელობას და რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად ბედნიერებას და გისურვებთ, რომ ყოველთვის შეგეძლოთ იყოთ ჩვენთვის სამაგალითო პიროვნება, რადგან თქვენ გავსწავლობთ, ვიღებთ მაგალითს, როგორ გვინდა რომ სამომავლოდ ვიყოთ ჩვენი სტუდენტებისთვის და მომავალი თაობებისთვის. და მოდი ქალბატონ თინას ბარბარიზმით ვუთხრათ, ხო? ჩვენი როლ მოდელი რომ ვიყოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და ქრაშავთ.